მთლიანობის რღვევა, რაც გამოიწვია მათმა დანაშაულებრივმა მოქმედებამ, ეს არის სამშობლოს ღალატი. მაგას ვიძახი, ტერიტორიები რო დაგვაკარგინეს, მაგათმა მოქმედებებმა. სამას მერვე მუხლია, გარიგება მოხდა. აი აქ ეხლა გორში რო ჩამოაგდეს ისა დიდი, ეს გააქრეს. ფული გადაიხადეს იმისთვის, რომ სტალინის ძეგლისთვის ბომბი ესროლათ. მაგაზე მე ოფიციალურად განცხადებული და ეს კიდე რაც გააკეთეს ამათმა ეს დაბომბილი ქალა ვინ დააბომბინა მე ეს ქალა თუ სიხდიდნენ რომ დაბომბეთ გორიო თვითონ თუ სიხდიდნენ რომ გორი დაებომბა თვითონ ბორისოვმა განაცხადა და სად არის ნივთკიცება ამ დღეს სულუკიანმა თქვა სად არის ის ბომბი არა ის ხო დაეცა ცენტრში დავარდა ის დიდი აკრალია ის ჰოლანდიელი ჟურნალისტი ხო და ის გაქრა ის დიდი ჭურვი იყო უზარმაზარი დაეცა გორის ცენტრში სკადის ტიპის რაკეტა სპეციალურად ეხა იქ უნდათ გორი სტალინის ძეგლის საფეთქება აბა თუ ფეხებზე ეს იგი კაცი იმას ფიქრობდა კიდე სტალინის ძეგლი ავაფეთქო წვინაღძობი ეს არის ბორისოვმა პირდაპირ დაასახელა რომ თარგამაძე მივიდა მასთან და შესთავაზა 50000 დოლარი რომ ესროლათ სტალინის ძეგლისთან. მან უარი განაცხადა, მაგრამ შემდეგ აფეთქება მოხდა. ეხლა აქ უკვე ორი აზრი არსებობს. ისროლა იმან, ვისაც სურდა ამისროლდა იმ სკადის ტიპის რაკეტა ჩვენ გქონდა მაშინ შეიარაღებაში. არა, ეხლა კიდე უყურეთ რა ხდება. აი ამათი ბინძური მეთოდები. აი ესენი კიდე ერთხელ უნდა განადგურდნენ. აი მე კიდე ერთხელ ვიმეორე 11 წელი მივეცით ადამიანებს ბატონო დავით რომ გამოსწორებულიყვნენ. ესე არ არის? არ იყო სწორი ეს კოჰაბიტაცია, კი ბატონო, არც მაგის უფლება. ეს დასავლეთიდან მოდიოდა, მაგრამ ხო მივეცით, კაი ჯანდაბას არ იყო. მივეცით საშუალება, რომ ადამიანი გამოსწორებულიყო. ციხეში ადამიანს იმიტომ კი არ უშვებენ მარტო რომ საჟელი მოიხადოს. იმიტომაც უშვებენ რომ ციხეში ადამიანი გამოსწორდეს, რომ დაფიქრდეს რომ მეორე ციხე იმისთვის არ არის მარტო დაჟისთვის. ციხე არის იმისთვისაც რომ ადამიანები გამოსწორდნენ, ხო? აბა სხვა რა დანიშნულება აქვს ციხეს, რომ პასუხი აგონ და დაფიქრდნენ რომ შემდგომ არ მოიქცენ ისე. 11 წელი ციხეში კი არ ვამყოფეთ. თანამდებობებზე ვამყოფეთ ეს ხალხი ჩვენ. ციხეში კი არა ჩვენ ვამყოფეთ ყუდროებაში პრივილეგიებში და რა მივიღეთ ის სასამართლო პროცესებზე გამოდიან და ნახეთ ერთი ქუჩაში ხო ყვირიან ამ შეურაცხყოფელი მერს და ნახეთ აი და მე მოსამართლეებს კვერცხებს ესვრიან აი მე არ ვიცი აი როგორ შეიძლება აი ამათი ამ ყველაფრის მოწმენა რასაც ჩვენ აი უყურებთ ეხლა აი ნახეთ ეხლა მოусმინეთ ოევა ქუცების დედისწნა ცხოველებო ნაბოძრებო თქვენი დედისწნის დრო აი ხა ესენი ნორმალურები არიან ხალხო კიდევ ერთხელ პროცესზე გამოდის და ოლე აი ბაგი რასაც თქვენ ბოლოს იძახით ბოლოს რაღაცა აი რითიც ამთავრებთ აი მაგი შეგისრულდება თქვენ მე მგონი ძალიან ეხლა უმოკლეს ვადებში და ეს ნაძირალა კიდე ეს რო კაცი არ არის ესეც ნახე ეს დეპუტატი შეიძლება იყოს ეს ამას შეიძლება ადამიანი ერქვას უკაცრავად რას ვსმენთ სამწლიანის როკია უკვე ამაზე ძმაო ამ სიმღერაზე მაგრამ მაინც გეტყვი რა ოლა ხა მაყურებელს ავცემ პატივს და მართლა სტუდიაში ვართ და მე ჩემთვის მაინც ეს გინება და საათ ჩემთვის უცხო არის ხა შეიძლება კაცრად გამოვიდე მაგრამ მე კატეგორიულად წინამდეგი ვარ ხა სტუდიაში ვიგინო მაგრამ ხა ამათ მართლა საგიდებელი არ არის ეს კაცი რო გამოვა და იმას იტყვის რომ აი ამ სიმღერას უსმენ და ესე იგი აი ეს აქვთ იმათ რა სააკაშვილი რას უკეთებდა ქართულ ხალხს ბატონო დავით თქვენ კარგად ვინმე გამოსულა და ესეთი სიმღერა ან შეურაცხყოფელი რამე უთქვია ვინმეს რო გაებედა ხო გაციმბირდა კაიჩიც ხო არა მთელი ოჯახით გაციმბირდებოდი რა რეჟიმი იყო სააკაშვილი ამათ ვინ რა გაუკეთა მაინტერესებს აქით პოლიციელებს ურტყამენ სახეში და აქით სასამართლოში იგინებიან და პოლიტპატიმრები ვართო სააკაშვილმა ხალხი დახოცა გაამწარა და კაციშვილს არ გაჩენია სურვილი პროტესტზე მიტინგზე გამოსულიყო და ეგრეთი გადაეწვა რუსთაველი პოლიციელებისთვის ესროლა პიროტექნიკა და რა ვიცი რაღაც გაიკეთებინა მაგრამ ესენი ავანტყოფები არიან კიდევ ერთხელ ვიმეორებ ავანტყოფები არიან
რუს ოლიგარქს ბიძინა ივანიშვილს არა მაგაზე არ მინდა მაგაზე შეხებით კარგად ჩემზე კარგად შეხებით მე მინდა დღევანდელ დღესთან დაკავშირებით უკვე გაფორმდა ტრამპის განცხადებით გაფორმდა უკვე ანტიქრისტეს ბატონობის ხანის დასაწყისი მოსკოვში აპირებს ბიჭი ჩასვლას სანქცირებულ პუტინთან შეიძლება ასეთ რამე გაკეთდეს ყოველად დაუშვებელია ასე რომ ჩვენი ბრძოლა ეხლა არის არა რეჟიმთან უბრალოდ ჩაულებრივ რეჟიმთან არა რუსულ რეჟიმთან არამედ უკვე ანტიქრისტეს რეჟიმთან არის ბრძოლა ანუ ქალბატონმა წადიშვილო ანალგინი დალიე ფეხები დაიწბილე და ჩაიდალიე და უყურე იმას რა ქვია რამე სერიალს ბაბუა რა წადიშვილო აი ვიცი სამა ანტიქრისტეო რო ლაპარაკო ვის და ანტიქრისტე არის იმ ძალა რომელიც ქუჩაში გამოგიყვანა ახლა აი არ არის ეს ხალხი აი ხალხი ჭკუიდან გადაიყვანეს ეხლა რას ვერჩი ამ მოხუცებულს ეხლა რა ვიცი მე რა უნდა ამ საწოდავს მაგრამ კიდე ხალხი გადაიყვანეს ჭკუიდან შეშალეს ამიტომ ვიძახი დროზე გამორთეთ ეს ტელევიზიები რა ერთი მარტო მთავარი არქის გამორთვა არ არის საკმარისი აგერ ეხლა უცხო ეხლა ჩვენი გიჟები ყოფნით და ეხლა უცხოეთიდან ჩამოდიან გიჟები კიდე ხალხო აი აგერ ნახეთ ერთ-ერთი ამის მაგალითი სრულიად შემთხვევით ვარ საქართველოში და თქვენ რომ გიყურებთ მეტირება მე მინდა გითხრათ რომ მთელი ევროპა ჩვენს გვერდზეა მე დღეს მეგობრებს ველაპარაკე გერმანელებს დიდი ყურადღებით გვიყურებენ ჩვენ მათ ჩვენ კარი გაგვიღეს და გვითხრეს კარი ღია შემოდით ჩვენს თავისუფალ ქვეყანაში სამყაროში არ დაუშვათ რომ ეს შანსი წაგვართვას ვინმე ერთი რამეა რო კი ბატონო ერთი რამეა რო ეხა ეს ქალბატონიც თლად შეშლილი არის და ამ ზავის სიშლეგეს აგერ უსთაველზე აჩვენებს და ყველაზე სასწაული რა არის პიროტექნიკას ესვრიან პოლიციას და ამასაც ამართლებენ თურე პიროტექნიკა შედის უებარ წამალში ეს ყოფილა პირიქით სასარგებლო აი ამ ნაცხროვის ჟურნალისტების აზრით და მანდარინი ვიღაცას მოხდა და ეს მანდარინი მომაკვდინებელი ყოფილა აქ ყრია რაც ისროლეს ხალხს ამის თავში მოარტყეს და შეიძლება მოეკლათ იმ სიმაღლიდან ისროლეს უკან იდგა პოლიცია და არაფერი არ მოიკვდა ეხლა ვეუბნებით რომ შეიძლება ამ ადამიანმა ვიღაც მოკლას ხო აქვთ რასაკვირველია პიროტექნიკას იყენებენ მომიტინგეები თუმცა მაყურებლისთვის აუცილებლად მე განმარტავ იმას რომ პიროტექნიკა არ არის სიცოცხლისთვის საშიში არ აზიანებს ჯანმრთელობას ხედავთ თქვენ ესე იგი თეა მამისეიშვილი რომელიც დარჩა სტუდიის გარეთ იმიტომ რომ მიუხურეს მთავარი არხი თურმე სასარგებლოც ყოფილა პიროტექნიკა რომელიც წვავს ადამიანებს და თვალით დააკარგვინა და ერთ-ერთი პოლიციას აი ძალიან მიმძიმს ამაზე თქმა ისეთი დაზიანება მიაყენა პოლიციას რომელსაც აი შვილიც აღარ ეყოლება ეხლა მიხვდებით რაზე მაქვს საუბარი ისეთ ადგილას მოხდა ეს პიროტექნიკა იმიტომ რომ ეს არის ცეცხლოვანი რაღაცა ისეთი პიროტექნიკა რაღაცა ცეცხლი მოდის პირდაპირ რა ლამის რა და ეს დეა მამისეიშვილი ჩაფხუტით გამოდის და ლაპარაკობს რომ თურმე პიროტექნიკა არაფერია კაცო და ეს მანდარინი ყოფილა ვიღაცას მანდარინი გადმოვარდა და ეს არც მანდარინი უნდა ესროლო ადამიანს მაგრამ ბიჭო შეიძლება ყველაფრის გაправება და ყველაფრის ისა მე კიდე ერთხელ ვიმეორებ ნორმალურები რო არ არიან მეთქი აი კიდე ერთხელ ვიმეორებ საქართველოში 10 ფსიქიატრიულიც რო აშენდეს არ ეყოფა მე მგონი ექიმები იმდენად ბევრი პაციენტი ეყოლება ამ კლინიკას იმიტომ რომ აი რუსთაველზე ასე მგონია ესენი რო არიან შეკრებილები ყველა გიჟების შეკრება არის რა აი გიჟების შეკრება და ამდენი გიჟი ამ ქვეყნისთვის ძალიან ბევრი არის მეგობრებო ხელ სააკაშვილმა ნიუ-იორკს დაამსგავსა საქართველო და აღშენებლობა წავიდა და ასფალტი და შენობები და სილამაზე გაუკეთა საქართველოს და საქართველოს მისცა პერსპექტივა შესულიყო ევროპაში
მე არ ვიცი, აი ელით აღუწერელია რა, ნიუ-იორკს დაამსგავსა შვილო, რა ნიუ-იორკს დაამსგავსა, ერთი მაინტერესებს, ერთი აი ეს ხალხი ხო არის, აი ზოგჯერ ბატონო დავით ფიქრობ, ხო არის ღირსები, აი ზოგჯერ რომ ეს ციხე გამოევლოთ, რაც სააკაშვილის ციხეში ხდებოდა, ის ადამიანებს რო ქონებას ართმევდნენ, აი ზოგჯერ ფიქრობ, აი ღირსები ხო იქნებოდნენ ესენი და მე ერთი როგორ იკიკჭიკებდნენ ერთი მაინტერესებს რა. აი რო არ გაუვლიათ სააკაშვილის გულაგები და რო არ წაურთმევიათ მისთვის ქონება, იმიტომ არიან ასეთ დიდ